ვიწყებთ გაგრით, სადაც +14 გრადუსია ნავარაუდები. სოხუმში 13 გრადუსი, უმეტესად ღრუბლიანი. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ წვიმს და 13 გრადუსს პირდებიან სინოპტიკოსები. მესტიაში 6 გრადუსი დაფიქსირდება და ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ფოთშიც წვიმს და 13 გრადუსი. ასევე 13 გრადუსია ბათუმში, მოკლედ 13 გრადუსი დღეს რაღაც ძალიან ტრენდულია. ზურგეთში 12 გრადუსი და წვიმა. ქუთაისში 13 გრადუსი, აი ტრენდს არ ჩამორჩა. ამბროლაურში 9 გრადუსიო, ამბობენ სინოპტიკოსები და დღე წვიმიანი იქნება. აქაც ახალციხეში ღრუბელი გვაქვს და 12 გრადუსი. 7 გრადუსამდე დათბება ბორჯომში. და წვიმა ნავარაუდები დღის განმავლობაში, ბაკურიანშიც წვიმს და 5 გრადუსი ამ შემთხვევაში. გორში 12 გრადუსი და ღრუბლიანი მზეც გამოანათებს. ცხინვალში 10 გრადუსი ამბობენ სინოპტიკოსები, რაც შეეხება სტეფანწმინდას, აქ წვიმს და 5 გრადუსი. გუდაუთში 3 გრადუსი, უმეტესად ღრუბლიანი იქნება, თუმცა მზეც გამოჩნდება. დღის განმავლობაში თელავში წვიმს, 16 გრადუსამდე დათბება. რუსთავში 18 გრადუსი და მზეც გამოანათებს აქ-იქ თბილისშიც, მოკლედ ჩვენს დედაქალაქ თბილისში 16 გრადუსი გვაქვს, უმეტესად ღრუბლიანი იქნება დღე, მაგრამ მზეც ჩანს იქვე და ეს დამაიმედებელია. კეთილს აიმედოთ ნამდვილად. ახლა რა ხდება? ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რას გვპირდება ჩვენი ამინდი.